გაეროს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალიზებული სააგენტოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის გამოთვლებით ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-ისთვის არის ხელმისაწვდომი. ირკვევა, რომ 2010 წლიდან ამ მხრივ ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება. 2010 წელთან შედარებით ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი. რა ხდება ამ კუთხით სოფლებში, რა სახის ინტერნეტს იყენებენ ადგილობრივები და რა პრობლემები ექმნებათ მათ ინტერნეტით სარგებლობის დროს. რესპონდენტების ნაწილი ტექნიკურ პრობლემებზე, ნაწილი კი ინტერნეტის დაბალ სიჩქარეზე საუბრობს. მაქსიმალის ინტერნეტი გვაქვს ამჟამად ვხმარობთ და არანაირი შეფერხება და ის არ ქონია ჩვენ ნამდვილად. თანხები დააკლდება კი უფრო უკეთესი იქნება. ერთი წელი იქნება, რაც ფრინდებს ავხმარობ და რაც კარგია, ძალიან სწრაფი და მომწონს ჯერჯერობით, კარგია. სიკლეტის ინტერნეტი მაქვს და ისეთია, რომ ჭედება და არ შედის ხოლმე, რა დიდი ხანი უნდება. მე მაქვს ინტერნეტი სილქნეტის, Wi-Fi-ს ვიღებ წინანდლიდან ვიჭერ და პრობლემები არ არის, მაგრამ აქვს ხანდახან ხარვეზები. მე მაქვს ეს Paynet არის ასეთი ინტერნეტი და არის კარგი ინტერნეტია, კარგი სიჩქარით მაქვს, მაგრამ ხანდახან ამასაც აქვს ეგეთ ხაზებები, რომ რაღაცებს ვერ ხსნის, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი ინტერნეტია.